აი ასე ვინახავ გაციების საწინააღმდეგოა. ნახეთ, ჩემი ჩიტუნები მოფრინდნენ. ეხლა უნდა ვაჭამო. ხო, აი ამას აქვს ბევრი ვიტამინი და არის გაციების საწინააღმდეგო წამალი. ოხ, აი ნახეთ, აქ მოსული და აქვე დავუყრე. იმიტომ რომ აქვე მოვა. აი ასე. ამინდი არის ისეთი რა. ესეთი დგას. არავის არ მიაქვს. ხალხის არ მესმის. ფიფკი, როგორ ახარ, ბაქსა? აი ნახეთ. ვაძლევ ხო? ისე ხალხს. ახლა. ფიფკი როგორ მგლები არიან, მგლები, ძაღლები კი არა. ეს იცით რა არის? რატო აკეთებს ესე, რატო? ტურები მოვიდნენ და ტურები დადიან სხვათა შორის, აი აქ ხო ხედავთ გზას, ასე ჩამოდიან ხოლმე, აი ასე იქ ამ სახლის უკან გზა არის და ასე დადიან, მერე იგზებით ადიან და აი ამ გზაზე დადიან პირდაპირ. აი ნახეთ გზა გადის იქით ვატოტოთ, აი და ზოგადად ხედავთ ხოლმე კიდევ, მაგრამ ისეთი პაწუკები არიან, რომ რა ვიცი. დიდი ჯიშის კატებს გვანან. ხო, გეყოფათ ეხლა, გეყოფათ, მაგრები ხართ. აი ესეთი ამინდია და მინდა რაღაცა გაჩვენოთ. რაღაცა მინდა გაჩვენოთ. აი ეს არის პირველი ყვავილები. აი ჩემი პირველი ყვავილები. ისე. უკვე ამოდიან ნახეთ. აქ კიდე მოქვს. არა ისინი ჯერ არ ჩანს. სხვადასხვა ფერის იები. აცივა. ჩაი. დავარჩიოთ. აქ ჩავყაროთ, კარგად გავხსნით. მერე დავასხოთ დაღებული წყალი და აი ამ ჩაიდანში და იცით რას ვაკეთებ, აი ჩავზივავ, ჩავჭყლიდავ ეს სიტყვებს რამე სუზავ. ძალიან კარგი. მამა! ამ ბავშვებმა ვერ გაყვეს რაღაც მთელი სალამი. ეს თუნდა სიურპრიზი, მეორე მარიცის ლამაცის ყოველყო სიურპრიზი და ასე. ეხლა ამისგან გავაკეთებ ჩაის და დანარჩენს გავარჩევ, მოვაყრე შაქარს და ასე ჩავყრით ხოლმე ჩაიში. უბრალოდ ეხლა ცოტა გაციების სიმპტომები აქვს ჩემს მეუღლეს და მინდა ეხლა უცებ ეს ასე დავალებინე და შაქარს მოვაყრე. ცოტა ხანში გავაკეთებ დანარჩენს ეხლა. ბახში ხო ხარჯავენ ენერგიას, მე კიდე საათში აქვს ენერგია და მე რატო არ მაქვს ამგვარი ენერგია? დღის ბოლოს
4 დღის რომ გამომიცხადა რომ iPhone 16 მინდაო და შვილო მეთქი მე ამდენ წელს ვარ და ერთი iPhone-ი არ მქონდა. შენ 16 გინდა, კაი მეთქი ძალიან კარგია. რომ გქოს ასეთი სურვილი. რატომ არ მქონდა iPhone-ი ხალხო და არ ვიცი რატო. არ ვიტყვი რომ არ მქონდა შესაძლებლობა რომ მეტყიდა თუნდაც კრედიტით გამომეტანა ადრე ხო იყოს მოდაში. მაგრამ რატომაც არ მქონდა, სულ Android-ები მქონდა და ისევ არ მის ჩვეული რომ მომგონი რომ iPhone-ზე ვერასოდეს ვერ გადავალ და ისეთი გადასარევი სურვილი არც მაქვს. არც ვიცი მეტები თუ არა iPhone-ს. შეიძლება კამერის გამო და მეხსიერების გამო სხვა. ეხლა აი აქ ჩავყურებს და გავიტან ჩიტვის დავუყრი, რადგან დილით ადრე რომ მოფრინავ, ხოლმე მინდა რომ დახვდეს. პური კიდე ციტრას ვაჭრა. ხლებს. ასე ასე და იცით როგორ მგონია რომ ძალიან მოხარიათ ჩიტვებს ვიცი რომ საჭმელი ხდება განაც მიხარია იმიტომ რომ ვიცი მშიერები არ დარჩენილ სხვათა შორის ეს შაშვებია ჩვენთან და მეღურები და რაღაცნაირად მოსუქებულები არიან ჩვენ მეუღლე მაბრაზებს რომ ესა შენაჭმევას ეკარგავთ და ამიტომ არიან ასეთი კალახებულები. მივდივარ პილატესზე დღეს. აი ესეთი უკარგესი ლამაზესი სივრცეა. ასევე აქვს რა თქმა უნდა შხაპი სუფთა ძალიან კარგი. ესე იგი ძალიან მომწონს უკვე მომწონს. გესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს მინდა შემოგთავაზოთ პაშტეტის რეცეპტი, გულღვიძლის პაშტეტის რეცეპტი. უფრო ღვიძლს ვიღებ, უფრო მეტს ვიდრე გულებს. ამისთვის დაგჭირდება 1 ხახვი, 1 სტაფილო. შევახსენებთ, რომ მე ვაკეთებ 600 გრამ ღვიძლზე 1 ხახვს და 1 სტაფილო. სტაფილო იყო საკმაოდ დიდი, მაგრამ გავუკეთებ. მაინც არ გააფუჭებს. შემდეგ როცა უკვე ეს ჩაიშუშება, ნახევარი საათი ღვიძლი, სტაფილო და ხახვი დავაფაროთ ტაფაში, დავამატოთ ოდნავ წყალი, დაფნა, წიწაკა, აი ეს მრგვალი წიწაკები რო არის მწარე, შავი. მწარი არ არის, შავი ესეთი მრგვალი ხო და ოდნავ მარილი. შემდეგ როცა უკვე დარბილდება ეს ბოსტნეული და ღვიძლი მოიხარშება, დავაბლენდერებ და განახებთ ამ ყველაფერს. ძალიან გემრიელია, პაშტეტებს არ ვყიდულობთ, აი ასე ვაკეთებ სახლში და უგემრიელიც გამოდის. აი ნახეთ, აი ასე ჩავყაროთ ყველა ინგრედიენტი და მოვშუშოთ. ხახვი და სტაფილო დავჭერი, ისე როგორც გინდათ რა. მე ნაჭრებად დავჭერი. ასე ვაკეთებ ხოლმე. აი ნახეთ როგორი გამოვიდა მეგობრებო. აი ასეთი უგემრიელესი და უკარგესი პაშტეტი გამოვიდა, ძალიან გემრიელი. ნახეთ როგორ თოვს. დღეს მთელი დღე იქნება თოვლი, ხვალ მთელი დღე იქნება თოვლი და აქ იქნება სასწაული ამინდი. როგორ ველოდებოდი. სხვათა შორის შარშან 5 და 6 თებერვალს, როგორც წელს, იყო თოვლი.
საინტერესოა ძალიან. და 7-ში უკვე იქნება მზე. თან მოყინულია და ნახეთ დევს თოვლი და არ დნება. ეს იმის ნიშანია, რომ იქნება, არ გადნება. მოდით და ნიკოტინის მჟავა წავისვეთ თმაზე. დღეს ვაპირებთ მის დაბანას და წავისვა, აქ რა ხდება. რაღაც ძალიან მარჯა. აქ გული მაქვს. მიყვარს. მე მაქვს ესეთი ნიკოტინის მჟავა, კომფორტული ესე სპრეი. და დავიწყოთ. თმის ცვენას შველის ძალიან კარგად შემოდგომა ზამთრის პერიოდში ჩემთან იყო კატასტროფა. ახლაც მცვივა, რა თქმა უნდა, მე მგონი რომ არის ადამიანი, ვისაც თმის პრობლემა ცივ პერიოდში არ აქვს. ნუ, მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანებს, მაგრამ ისეთი რაოდენობით როგორც იყო ადრე, არა. ძალიან მეხმარება დამშველის. ეხლა ვიღოთ აი ასე და რომელნაირად შევკრათ. ასე. როგორ ეკითხა ხოლმე? ბიუთი ბლოგერები. ეს აქ არ მიყიდია, ეს Wildberries-ზე შევუკვეთე იმ საიტზე. აქ ვერ ვნახე ასე რომ იყოს სპრეის სახით. ვნახე ამპულები, შამპულებიც მაქვს, მაგრამ ეს უფრო კომფორტულია და ყველას გირჩევთ. პილატესს საკეთებს დედიკო და პილატესს საკეთებენ ბავშვები. აქ შორტიც არაცვია, მაგრამ აკეთებს. მიდი ანუკი, მიდი, როგორ აკეთებს ის გოგო? აბა? ესე? ყოჩა ხადრი. Не из глаз, потому что если вы видите из глаз, челюсть у меня будет вот здесь. Это не есть хорошо. Я буду видеть. Положи. Так. Отсюда. Потому что у него вот здесь у него вот здесь. И здесь, и вот так вот по периметру болты. И у него болты, и поэтому в одном отделении я не сделаю прям так, чтобы нельзя было видеть. Из болтов я, короче, буду видеть. Уши сделают поролон. Челюсть тоже. А эту челюсть надо будет убрать. Потому что я ее просто так приклеила, она здесь не будет. Все равно всем пока, подписывайтесь на канал Творим-вытворяем. Творим и вытворяем. Это будет что-то очень классное, и очень серьезное, и очень большое, и вообще очень прекрасное. Компот ста აი ამას აბლები ხაქვია სულად ქართულად არ ვიცი და მოვიწყდა თუ ასევე ქვია არ ვიცი ერთ აი ასე გვაყინული და ამატებ ხოლმე ჩაიშიც და კომპოტშიც ასე ტოტებად მაქვს შენახული მიღებ ტოტს და აი ასე ვაკეთებ და შემდეგ როცა მოიხარშება უბრალოდ გადავწურო
ეს ახლა გაყინულია, მაგრამ აჰა მე როცა მოიხარშება თვითონვე ჩაიზილება, ძალიან ისეთი გახდება, ძალიან რბილი, მისცემს კომპოტს თავის იმას, რა ქვია, ვიტამინს და ეს სანამ მოვედი აერობიკაზე და ველოდები ყავა მინდა რაღაცა გითხრათ მე არავის არ ვაძალებ დიდად კომას არავის არ ვაძალებ თავისი დღის დაგეგმვას ჯერ გეტყვით რას არ ვაძალებ არავის და მე გეტყვით რის გამო ვამბობ მე მინდა ვიყო ჩემი დროის მომართველი ჩემი დროის მთავარი გმირი და არადრო იყოს დრო მართავდეს მე აი ასე ვიტყვი ჩემი დროის მსხვერპლი არ მინდა ვიყო მე ხო აი ასე რატო ვამბობ ამას ახლა YouTube-ზე მე გავხსენი ყველა კომენტარი და არის ყველაფერი კარგად და ცუდ რაღაცებს არავინ არ მიწერს და მგონი არც აქვს ამის მიზეზი გავაზიარე Facebook გვერდი შევქმენი და გავაზიარე ერთი ვიდეო სადაც დილითავდექი და გავაკეთე რაღაცა საქმე საცდელი ვიდეო გავაზიარე და მე ნახვები ექნებოდა თუ არა ნახვები კი არა და იმდენი კომენტარი მოყვა ისეთი მუსიკა დავადე რომ რეკომენდირებული გახდა და დაიწყეს რომ აი რა გინდა დილით ადგომა მეტი საქმე არ გაქვს ის და ასე შემდეგ ძალიან ჩემთვის ეს არის ძალიან გამიკვირდა ეს მომენტი, რადგან მე ახლა ვსაუბრობ არა მხოლოდ დედებზე, არამედ ადამიანზე. რატო არ უნდა ადგე დილით თუ შენ ასე გაწყობს და თუ შენ ასე გინდა მართო შენი დრო. ერთი სიტყვით იცით როგორი იყო მაგათი მიმართვა რომ მე ძალით ვდგები ამით არ ვარ ბედნიერი და რად მინდა ჯობია დაიძინო და მე გიჟი ვითირბინო იქეთ-აქეთ და მალე საჭმელი გააკეთო აჭამ ბავშვებს მალე ჩაიცვა რაღაცნაირ ფორმაში გამოხვიდე გარეთ კი დღეს გამოვედი რაღაცნაირ ფორმაში ისე უფრო არ ვარ, მაგრამ დღეს ისეთი დღე მაქვს ცოტა ლაითი, აერობიკა მაქვს, მეტი სხვა არაფერი საქმე და ამიტომ დღეს გამოვედი სპორტულად. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა მოისმინოთ თქვენ თავს უნდა უსმინოთ ერთი სიტყვით, სხვა არავის. აი ამის თქვა მინდა და არ უნდა განსაჭოთ სხვა ადამიანი, იმიტომ იმის გამო რომ ის ადრე დგება და უნდა რომ მართოს თავის დღე და დრო.